სამყარო მშვიდობის მეგობრებო, თქვენ ტაროს ხელოვნების გვერდზე მოხვდით. ჩემი სახელია მარია და დღეს ძალიან საინტერესო საჯარო გაშლით მოვედით თქვენთან. პირველ რიგში გეტყვით, რომ ყველას უდიდეს მადლობას გიხდით მოკითხვისთვის. კარგად გრძნობ, უკეთესად გრძნობ თავს, ყველაფერი კარგად მოქვს. ამჯერად ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად გრძნობ თავს და ის რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ საერთოდ როდესაც მიდის ორგანიზმში და შენს ენერგეტიკულ სხეულში სრულფასოვანი გაწმენდა და არის ეს ყველაფერი ასახული ფიზიკურ შედეგზე, აუცილებელია სულიერი ენერგეტიკული პროცესების და ფსიქიკური პროცესების შემდეგ გადამუშავდეს ხოლმე, რა თქმა უნდა, ჩვენი ბიოლოგიური სხეული და თუ კი ეს პრობლემა უკვე ასახულია, უნდა მივხედოთ ხოლმე ამასაც, რაც ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივად მოხდა ჩემი ფიზიკური პრობლემის მოგვარება, იქიდან გამომდინარე, რომ ენერგეტიკული პროცესი უკვე მოგვარებული იყო. შესაბამისად, დღეს აქ ვარ თქვენთან, ძალიან კარგად გრძნობ თავს და მზად ვარ დღევანდელი დღე გამოვიყენო იმისთვის, რომ ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა გაგიკეთოთ, რადგან დღეს გვაქვს მეგობრებო პარასკევი დღე, 13 რიცხვი, თუმცა რა თქმა უნდა ამას ნებისმიერ დღეს და დროს შეგიძლიათ უყუროთ, მაგრამ ეს ენერგია, რაც აი ამ დღეს ტრიალებს, რა თემასაც უკავშირდება ჩვენი დღევანდელი გაშლა, მინდა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული და ესე რომ ვთქვათ, მივიღოთ, დავიტვირთოთ ამ ენერგიით, იმიტომ რომ მოხდეს ჩვენი განთავისუფლება არასაჭიროებებისგან. ყველაფერი რაც, ესე რომ ვთქვათ, გვინდა რომ გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან, გავანთავისუფლოთ ჩვენგან, ჩვენში აღარ იყოს ეს, დავამუშაოთ, დავაგენერიროთ, ხო? თუნდაც გადავაკეთოთ, გადმოვაკეთოთ რაღაცეები, რა თქმა უნდა, თუ ამას საჭიროება მოითხოვს, აი ამისთვის გვაქვს დღევანდელი დღე, გაშვებებისთვის ნებაყოფლობით. სწორედ დღეს გვექნება საჯარო გაშლა იმაზე, თუ რა გვჭირდება რომ გავუშვათ ჩვენგან, ანუ რა აღარ ახდენს ჩვენზე თუნდაც კარგ გავლენას, ან რაში ვკარგავთ ტყუილად დროს და საჭიროა რომ გავუშვათ. აი ამაზე გვექნება ჩვენი დღევანდელი გაშლა, ამაზე ვიქნები მთლიანად კონცენტრირებული და გამიხარდება თუ თქვენს გამომყვებით ამ პროცესში. პირველ რიგში არ დაგავიწყეთ გამოიწეროთ ჩემი არხი და მოიწონოთ ვიდეო და დამიკომენტაროთ ვარიანტი, რომელსაც თქვენ აირჩევთ, ვინაიდან და რადგანაც თქვენ კარგად იცით ალგორითმი ასე მუშაობს, როდესაც გვერდს აქვს აქტიური კომენტარები, აქტიური ლაიქები, გადაზიარებები, რა თქმა უნდა, ასეთი ვიდეოები გხვდებათ მერე კიდევ უფრო აქტიურად. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ზარისხილაკ კი როდესაც გააქტიურებული გაქვთ, თქვენ არ გამოგრჩებათ ჩემი ატვირთული ვიდეოები და დროულად შეძლებთ ყველა ვიდეოსა და საჯარო გაშლის ნახვას, ან მედიტაციის, რომელსაც მე წერ ხოლმე ძირითადად თქვენთვის. თუ ჯერ კიდევ არ იცით, 15 თებერვალს დაგეგმილია მედიტაცია აიზენ სივრცეში, სადაც ექნებათ შესაძლებლობა პირადად მოხვიდეთ ჩემთან და ესე რომ ვთქვათ, ჩაერთოთ აი ამ შესანიშნავ პროცესში, რომელიც არის ზუსტად ჩაკრების გიდირებული მედიტაცია, სადაც მოხდება ჩაკრების ფუნქციონალიზმის აღდგენა, დიაგნოსტირება სად არის თქვენი პრობლემა და რაში მდგომარეობს და შემდგომ მუშაობა იმაზე, რომ მოხდეს ამისგან განთავისუფლება და შემდგომში, რა თქმა უნდა, დაბალანსება. ეს არ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ გავივლით, ანუ ეს არ არის ის კლასიკური გიდირებული მედიტაცია, რომელსაც შეიძლება შეხვდეთ YouTube-ზე ნებისმიერ ადგილას, ეს როგორც ყოველთვის არის ჩემი შემუშავებული ტექნიკებით განხორციელებული პროცესი, რომელიც მერწმუნედ ძალიან კარგად მუშაობს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ის კონკრეტული ტრანსფორმაციები, რომელიც მე გავიარე, პირდაპირ გეტყვით, რომ სწორედ აი ამ მედიტაციის დამსახურებაა, რომ ახლა მე თავს ვგრძნობ ძალიან კარგად. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად აისახება ეს ყოველივე თქვენზე და გამიხარდება თუ კი ჩაერთვებით ამ პროცესებში. მითითებული იქნება ლინკი აღწერაში, სად უნდა დამიკავშირდეთ, Instagram-ზე ამ შემთხვევაში, თუნდაც Facebook-ზე და ჩაიწეროთ მედიტაციაზე. ადგილები არის შეზღუდული, მაგრამ ჯერ კიდევ არის რამდენადაც ვიცი დარჩენილი ადგილები, ამიტომ შეგიძლიათ რომ თავისუფლად მოიწეროთ. ჩვენ კი დავიწყოთ გაშლა. რისგან გჭირდებათ
განთავისუფლება. ყოველი კარტი მანიშნებს, რომ საკმარისად დაიმუხტა ამ შეკითხვით ჩვენი ტარო. კარგი, ნახოთ, რისგან გჭირდებათ განთავისუფლება. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. გავაკეთოთ არჩევანი სამ ვარიანტზე, ორაკულზე და დამატებით კარტებზე ვიზრუნებ მას შემდეგ, რაც უკვე გაშლას დავიწყებ, იმიტომ რომ არ მინდა მაგითა გადავდვირთო. კარგი, ნახოთ, ესეთი იყოს ვეფხვის თვალი, ჩვენი პირველი ვარიანტი, გულის ფორმის ვეფხვის თვალი. მეორე ვარიანტი იყოს ამ ქვის სახელი ცოტა არ იყოს დამავიწყდა, მაგრამ მოდი დავარქვათ ამას მწვანე ქვა. სხვადასხვა ეს ქვა ძალიან კარგია, ვისაც სწავლასთან დაკავშირებული საკითხები, ან გამოცდის ჩაბარების საკითხები თუ აქტიურად გაქვთ წინა პლანზე მათთვის. თუმცა ამ მომენტში სახელი დამავიწყდა ამ ქვის. მეორე ვარიანტი ეს გქონდეს და მესამე ვარიანტი გქონდეს ესეთი ფორმის ამეთვისტო. დაგელოდებით სანამ თქვენს არჩევანს გააკეთებთ პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. ვფიქრობ საინტერესო გაშლა გველის წინ. გონი შეძლებდით უკვე ვარიანტების არჩევას, მე კი დავიწყებ, რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტით, ვინც აირჩიეთ ვეფხვის თვალი. რისგან გჭირდებათ განთავისუფლება? პირდაპირი მნიშვნელობით გჭირდებათ განთავისუფლება, გზების შეცვლა. გჭირდებათ განთავისუფლება ზედმეტი ოცნებებისგან, ზედმეტი იმედებისგან, რომ რაღაც ისევ გამოვა. შეჩერებისგან გჭირდებათ განთავისუფლება და იმისგან, რომ თქვენ თითქოს მიჩვეული ხართ იმას, რომ ან ერთ ადგილას დიდხანს არ რჩებით ხოლმე, ან კიდევ მუდმივად მოძრაობაში ხართ, ოღონდ ეს არასტაბილურობაში გადასული მოძრაობა, რომელსაც არაფერში შედეგი არ მოაქვს. თითქოს ყოველთვის ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც ვიღაცას აყვება და იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, რომ გაყვეს რა, რაღაცა საინტერესოდ მოეჩვენება და გაყვება იმ ხაზს. მერე უცებ რაღაცა ახალი გამოჩნდება, კიდე საინტერესოდ მოეჩვენება, გაყვება იმ ხაზს. რაღაცა აქ არ არის სტაბილურად ჩამოყალიბებული თქვენი აზრი, ეს არ არის აუცილებელი, რომ მუდმივად ერთ და იგივე აზრზე იყოთ, ამას არ უგულისხმობ, ასე არ გამიგოთ. უბრალოდ არის რაღაცა მომენტები, რაც რაღაცას რო ხელს მოვკიდებთ, მინიმუმ შუამდე მაინც მიყვავს. თქვენ შეიძლება არა გაქვთ ჯერ ისეთი საკითხი ნაპოვნი, რომელიც ძირფესვიანად გაგიტაცებთ, მოგეწონებათ, ჩაუღრმავდებით რაღაცა, ვერ იწევს რა, მაინც და მაინც თქვენში რაღაცები ინტერესს. მე თქვენთვის მექნება აქ ასეთი მიმართულება, რომ დააკვირდით თქვენს თავს ცოტა ხანი მარტო დარჩით და დააკვირდით თქვენს თავს რა განიჭებთ სიამოვნებას, რისიკეთება განიჭებთ სიამოვნებას. ან რა იყო ის, რაც პატარა თქვენ, პატარა პიროვნებას უნდოდა რომ გაეკეთებინა, რისი სურვილი ქონდა ყველაზე მეტად, ან რისი კეთება გიყვარდათ ბავშვობაში თუნდაც, ან არ გქონდათ შესაძლებლობა რომ გიკეთებინათ, მაგრამ გინდოდათ. დააკვირდით რა პროცესები იყო ეს. თუნდაც რაღაცა ჰობი შეიძლება ყოფილიყო, რაღაცა მოქმედება, არ შეიძლება ხატვა გაინტერესებდათ, არ ვიცი, კარატეზე გინდოდათ სიარული, ან რაღაცა მსგავსი, მოკლედ. დააკვირდით რისი
კეთება გსიამოვნებთ, რა გესიამოვნებოდათ, რომ გეკეთებინათ, იმიტომ რომ თითქოს მინიშნებების სახით ეს ყველაფერი ისედაც თქვენ სადაც მიდიხართ თან მოყვებათ, მაგრამ თქვენ ამას ვერ ამჩნევთ. ნახოთ, აბა რისგან გჭირდებათ განთავისუფლება პირველი ვარიანტი. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება, თუ ეს უკვე გაკეთებული გაქვს, დიდ მადლობას გიხდი. შენ ძალიან უწყობ ჩემი არხის გაზრდას ხელს და ასევე გიტყვი იმას, რომ პატარა ფუნქცია აქვს ჩამატებული აღწერაში ჩემს ტექსტს, სადაც შეგიძლია ჩარიცხო მცირეოდენი ჩაის ფული ან ყავის ფული, როგორც თქვენ გესიამოვნებათ, მე ყავა მიყვარს, ამიტომ მოდი ყავა დავარქვათ. ყავის თანხა მცირედი თქვენი მადლიერების ნიშნად, რა თქმა უნდა, ყველა საჯარო გაშლა უფასოა და ეს არ არის რაღაცა კონკრეტული ვალდებულება, მაგრამ მადლიერების ნიშნად გამიხარდება ამას თუ გააკეთებთ, ანგარიშის ნომერი მითითებულია, ამიტომ უსურვილი გექნება, შეგიძლია გამახარო, გამოიჩინო ინიციატივა და მომცე მეტი мотиваცია სხვადასხვა ტიპის საჯარო გაშლების ჩაწერისთვის, ან რომ გესაუბრო თუნდაც შენთვის საინტერესო თემებზე, რომელსაც დამიტოვებ კომენტარებში შემოთავაზების სახით, მარია, ამაზე ხომ არ ჩაწერდი ვიდეოს. მე სიამოვნებით გავითვალისწინებ ამაზრს და რა თქმა უნდა, მოვამზადებ ვიდეოს ამასთან დაკავშირებით. ნახოთ, პირველი ვარიანტი. რისგან გჭირდებათ განთავისუფლება? ჩემდა გასაკვირად ამოვიდა ერთ-ერთი ამობრუნებული არკანი. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიყენებ, როგორც იცით, ამოტრიალებულ კარტებს გაშლებში, მაგრამ თუ თავისით ამოდის, ოკეი. ესე იგი, ეს აუცილებლად ასე უნდა წავიკითხოთ. კეთილი. თქვენ გჭირდებათ განთავისუფლება ემოციური გადაწყვეტილებებისგან, რომელსაც საბოლოო ჯამში არანაირ შედეგამდე არ მიყავხართ და პირიქით ცხოვრების გზებიდან გრევთ. თქვენ ხართ მომენტებში იჩენთ უბრალოდ ასეთ ქცევას და დამოკიდებულებას, რომ იმდენად არ გაქვთ თქვენი კონკრეტული მიზანი, რომ აი ამ ემოციური გადაწყვეტილებებით თქვენს პრინციპებს აბსოლუტურად აცდენილი ხართ, როდესაც თქვენი რეალური პოტენციალი ძალიან დიდია. თქვენ ხართ დაბადებული იმად, რომ შექმნათ თქვენ თვითონ რაღაც, თქვენ თვითონ ჩანდეთ და არა იმისთვის, რომ მიყვებოდეთ ვიღაცას ან რაღაცას, თუნდაც ემოციურად, იმიტომ რომ ვიღაცის რაღაცა მოგეწონათ, გილამაზად და ასე შემდეგ. თქვენ შეიძლება ამჩნევდეთ აი ამ ყველაფრის ეგრეთ წოდებულ red flag-ებს, როგორც იტყვიან, იმისას, რასაც მიყვებით და ხანდახან არის მომენტი, რომ ბლოკავთ ამას თქვენს თავში, არ აღიარებთ შინაგანად გაძლევთ იმის განცდას, რომ ხო იცი, ანუ რაღაცა ისე არ არის, მაგრამ აი ჯიუტად, რომ მოდი ახლა მე რახან ავიღე ეს რაღაც, გავყვები და ჩემ პრინციპებზე შევჯდები. ოღონდ იმ პრინციპებზე, რომელიც საერთოდ არ არის ჩემი პრინციპი, მაგრამ მე მაინც მივყვები, იმიტომ რომ აი ნახე რა სიტყვიან აბა ეს რო არ გავაკეთო. ანუ თქვენ თამაშობთ იმ პიროვნებას, რომელიც არ ხართ. რაც ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ არ მოქმედებს მაინც და მაინც თქვენთან კარგად და გაცილეთ რეალური გზებიდან და გტოვებთ მუდმივად კრიზისში. იქნება ეს ფინანსური თუ ემოციური კრიზისი, ენერგეტიკული კრიზისი, ხო? ყოველ შემთხვევაში ეს ის არ არის, რასაც თქვენ ისურვებდით, რომ გეკეთებინათ ცხოვრებაში, ხო? მე ესე ვიტყოდი. იქნება უხასიათობები, დარდები კი ბატონო, ტკივილი, ხანდახან სხვებთან თავის შედარებაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მდგომარეობა რაღაცა თქვენს რეალურ რელსებს გაშორებთ. თქვენთვის იქნება ჩემგან რჩევა შემდეგნაირი. დღევანდელი დღე გამოიყენეთ იმისთვის, რომ განთავისუფლოთ აი ეს მდგომარეობა თქვენი თავისგან, ხო? შეგიძლიათ აიღოთ მცირეოდენი თებში, კარგი იქნება თუ ეს იქნება მუქი ფერის თებში, უმჯობესია მე მაგალითად ამ ქვაბს ვიყენებ ხოლმე. ვინც არის იცით, თუმცა ნუ შეიძლება ასეთი ტიპის ქვაბი არ გქონდეთ, ბუნებრივია, თუმცა შავ თებში თუ იპოვით, ძალიან კარგი იქნება. თუ შავი თებში არ გაქვთ,
ეგეც არაუშავს, შეგიძლიათ აიღოთ ჩვეულებრივი თეფშიც და ესეთი საცხობ ქახალს რო ვეძახით, ხო? ფოლგაში ჩაყაროთ მარილი და დაწეროთ ფურცელზე ის ყველაფერი, ამ შემთხვევაში კარგი იქნება ერთ კონკრეტულ მიზანს თუ აირჩევთ, ან მაქსიმუმ 3-ს, რისგანაც გინდათ განთავისუფლება, კარგი იქნება ამასაც აქ თუ შეიტანეთ, თუ კი რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდან მზაობა მოვა, რომ ამისგან რეალურად შეგიძლიათ განთავისუფლება, დაწერთ ამას ფურცელზე, ან თუნდაც შეგიძლიათ საერთოდ სხვა რამე იყოს, დაწერთ ამას ფურცელზე, გადაკეცავთ, აიღებთ ერთ ცალ სანთელს, უმჯობესი იქნება თუ იქნება შავი, თუმცა ჩვეულებრივი სანთელიც კარგია, შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, ნებისმიერი ფერის სანთელი გამოდგება ამაში, მაგრამ თუ შავი იქნება, ბევრად უკეთესი იქნება პრაქტიკა. აანთებთ, რა თქმა უნდა, სანთელს ეგრეთ წოდებული სპიჩკათი არა ანთოთ ესეთი გაზის სანთებელა გზაშკალკები რო გვაქვს ხო ეგ მაგითი არ ვანთებთ, არ შეიძლება. არამედ ვანთებთ ჩვეულებრივი სპიჩკით ხის სანთებელით და დაწვავთ აი ამ ფურცელს და ნამწვავებს აი ამ მარილში მოათავსებთ. ანუ ამ მარილზე დადებთ ფურცელს, რომ ბოლომდე დაიწვას. სანთელს გადმოანაცვლებთ, რა თქმა უნდა, მარილზე, ან თავიდანვე მარილში გექნებათ ჩარჭოპილი და ამ სანთელს უნდა აცადოთ, რომ ბოლომდე ჩაიწვას. რა თქმა უნდა, თქვენი ჩათქმა ამ პროცესში უნდა იყოს ის, რომ თქვენ თავისუფლდებით ამ ყველაფრისგან, როდესაც ფურცელზე დაწერთ ამ ყოველივეს, აღიარების სახით შეგიძლიათ წარმოთქვათ შემდეგი სიტყვები, რომ მე ვაღიარებ ამას და გამოვხატავ მზაობას, რომ თავისუფლდები ამისგან და ამისგან, რაც ფურცელზე გაქვთ მითითებული. ამ შემთხვევაში თავისუფლდები მაგალითად არასაჭირო გზებისგან, ზედმეტი ამყოლობისგან, სხვა ადამიანებზე, ემოციური გადაწყვეტილებებისგან და ასე შემდეგ. მოდი ვნახოთ, ხო, ამას დავამთავრებ ბოლომდე. შემდეგ უკვე სანთელი რო ბოლომდე ჩაიწვება, ამ ყველაფერს შევფუთავთ და წაიღებთ რომელიმე ხის ქვეშ და მადლიერების ნიშნად, ოღონდ ამჯერად უკვე ჩასახესთან მიდიხართ, მადლიერების ნიშნად დაალაგებთ ტკბილეულს, შეგიძლიათ ცოტაოდენი შაქარის წაიღოთ, ესეც მისაღები ან ხილი, ან შოკოლადები, თუ შოკოლადი ეს უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში და დაალაგებთ ლამაზად ხესთან. ეს იქნება თქვენი მზაობის გამოხატვა სამყაროსთან მიმართებაში, რომ თქვენ ამისგან განთავისუფლებისთვის მზად ხართ. წარმატებებს გისურვებთ. პირველი ვარიანტი, მოდი ახლა მე გავაგრძელებ თქვენს გაშლას. რა არის ისეთი, რაც თქვენს ცხოვრებაზე კარგ გავლენას არ ახდენს და უნდა გაუშვათ თქვენგან. პრინციპში თემას მიყვება, მგონი ამ კითხვის დასმას ცოტა ისეთი მთლად აზრი არ ქონდა, მაგრამ მაინც მინდოდა რომ ამომეღო ბოლომდე. უდან განთავისუფლდეთ ისეთი ტიპის პრინციპებისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე კარგად არ მოქმედებს. მუდმივად ახალი გზებისკენ მიდიხართ, რომელიც არ იცით სად მიდის და რეალურად არც კი იცით ეს თქვენი არჩევანი არის თუ არა. შესაბამისად, აი ესეთი გაურკვევლობა თქვენ თავში გაიწვევთ თითქოს იმას, რომ მუდმივად პირველივე რაც გამოჩნდება, ყველაფერი აიღოთ. მინდა ყურადღება გაგიმახვილოთ იმაზე, რომ ყველანაირი შემოთავაზება არ არის. მაგალითად, არ ვიცი, რენდომ სკამერმა მოგწერათ, რომ მოდი ახლა შენ თუ დღეს ფულს ჩადებ ჩემს ბიზნესში, შენ 2 თვეში იქნები მილიონერი. გადადიხართ ამ პროფილზე, ფაქტობრივად გაურკვეველი ადამიანია, წარმოდგენა არ გაქვთ, ვინ არის, არც ეს პიროვნება არ ჩანს, ეს სახელი არ არსებობს. არაფერი ამ ადამიანს მსგავსი, რომ სიტყვაზე ეს ბიზნესი რეალურია, არაფერი ეტყობა. ან ვის საუბარს თუნდაც, აი გავდეს, რომ აი ChatGPT-ს დაწერილია მაგალითად ეს საუბარი, ხო? რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცა ვერ იქნება რეალური
შანსი და შესაძლებლობა ხო, თუმცა ეს არ იქნება როგორც ახალი შანსი, მაგრამ რამდენად რეალურია ეს შანსი, რა თქმა უნდა, არ არის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, აღმოჩნდებით სკამერთან, რომელიც წაიღებს თქვენს თანხას და დაგტოვებთ ისე, მარტივად რო ვთქვათ. აქედან გამომდინარე, დაუკვირდით შემოთავაზებებს, რას გთავაზობენ, რამდენად რეალურია ეს შემოთავაზება და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, იწყებთ თუ არა ამას. ამის თქმა მინდოდა თქვენთვის. ნახოთ, რჩევა რა იქნება თქვენთვის. Restless Dead ძალიან საინტერესო ორაკული ამოგვდის. ეს პრობლემა რეალურად იმისთვის გაქვთ მეგობრებო, რომ თქვენ გჭირდებათ განკურნება წინამდებარე შეიძლება ტრაუმის, ტკივილის, იმიტომ რომ ეს არის გადაუჭრელი წარსული. არის აქ რაღაც დაუმთავრებელი საქმეები, რომელიც რეალურად გასაკეთებელია, თუმცა თქვენ ისევ ახალ და ახალ გზებზე მიდიხართ. როდესაც ამოგვდის ეს კონკრეტული ორაკული ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რამდენ ნაბიჯს დგავთ, იმდენი დაუსრულებელი საქმე გაქვთ. შესაბამისად, მოდი გააკეთეთ ისე, რომ თუ ეს საქმეები თქვენი არ არის საერთოდ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან და ჩახუროთ ეს საკითხები, ანუ ეს ჰაერზე არ უნდა დარჩეს არავითარ შემთხვევაში, ანუ წერტილის დასმის გარეშე ეს ყველაფერი არ უნდა დარჩეს. თუ კი ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ღირებულია და გინდათ ამის გაგრძელება, მიუბრუნდებით ამ საქმეს და გააკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია და მიყვებით ამ პროცესებს, იმიტომ რომ ეს ყოველი დაუსრულებელი საქმე არსად არ მინდის ასე ჰაერზე. რა თქმა უნდა, წინ დაგხვდებათ. ამიტომ ამ მომენტში გეტყვით, რომ თუ ეს ყველაფერი დაკავშირებულია საქმეებთან მოიქცეთ ასე, მაგრამ თუ თქვენი ეს კონკრეტული პრობლემა დაკავშირებულია ტრაუმებთან, რომელიც მიიღეთ თქვენს წარსულში, გირჩევდით, რომ ჩახუროთ ეს ტრაუმა თქვენს თავში, გადალახოთ, გააცნობიეროთ და აი ეს გაურკვევლობაც დასრულდება. შეიძლება ვიღაცამ სადღაც შეგზღუდათ წარსულში და არ მოხსეთ იმის საშუალება გეკეთებინათ ის, რის იკეთებას გინდოდათ. ვიღაცამ თქვენს ნაცვლად გადაწყვიტა, რომ თქვენ ეს უნდა გეკეთებინათ და არა ის, მაგალითად მშობელმა თუ გადაგიწყვიტათ, რომ თქვენ მაგალითად ხატვაზე კი არ უნდა ჩააბარო, უნდა ჩააბარო ექიმად და უნდა გამოხვიდე ექიმი და ოკეი, ვერ გაიტანეთ თქვენი გადაწყვეტილება და გამოხვედით ექიმი, მაგრამ მიანებეთ ამ ექიმობასაც თავი, იმიტომ რომ საერთოდ არ გინდოდათ კაცო ეს ექიმობა, ხო? შესაბამისად, რაღაცა ესეთ სიტუაციებთან გვაქვს ფიქრობ საქმე. ამიტომ დააკვირდით თქვენ შემთხვევაში რა არის ის, რაც დაიბლოკა თქვენში, რატო გახდით ასე მუდმივად დამოკიდებული სხვაზე და სხვის გადაწყვეტილებაზე და სად დაიკარგა თქვენი გადაწყვეტილების უფლება. დაამუშავეთ ეს კონკრეტული ტრაუმა და თქვენი პრობლემაც ეტაპობრივად მოგვარდება. სხვადასხვა აქ ერთგვარი ენერგეტიკული წმენდაც არ იქნებოდა ურიგო, თუ კი გრძნობთ, რომ ამას დამოუკიდებლად ვერ ლახავთ, ხო? კარგი იქნებოდა მედიტაციაც თუნდაც თქვენს ჩაკრებზე, იმიტომ რომ როდესაც ჩაკრებზე ხდება მუშაობა, ხდება ტრაუმების, ზოგიერთი ტრაუმების დამუშავებაც, რომელშიც მზაობა არსებობს. ან კიდევ თუნდაც თერაპიები, ხო, არაჩვეულებრივი ამისთვის. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა სიხდით პირველი ვარიანტი ყურადღებისთვის. არ დაგავიწყდეთ ჩემი ვიდეოს მოწონება, თუ კი ჯერ კიდევ არ მოგიწონებიათ და გვერდით გადადეთ ეს პროცესი და გამოიწერეთ ჩემი არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგრჩეთ ჩემი ვიდეოები და უფრო ხშირად შეძლოთ მისი ნახვა და პირველი თქვენ გაიგოთ ვიდეოს აქტივირთვის შესახებ. გესურვებთ წარმატებებს, პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის დამიკავშირდით Instagram-ზე, Facebook-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. ყველანაირი ლინკი მითითებული მაქვს აღწერაში. ახლა კი გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვინც აირჩიეთ, ესეთი ჩვენი საყვარელი მწვანე ქვა,
რომლის სახელიც ისევ ვერ გავიხსენე. დავიწყოთ თქვენით. რისთვინ გჭირდებათ განთავისუფლება? ათიანების თასები. ათიანების თასები ერთის შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ არის პოზიტიური არკანიო, მაგრამ ათიანების თასებს თან ახლავს გეტყვით რა პროცესი ამ ნაწილში, როდესაც ვსაუბრობთ რაღაცისგან განთავისუფლებაზე. ეს არის პროცესი, როდესაც რაღაც უკვე დასრულდა, შეიძლება ეს იყოს დასრულებული ურთიერთობა, დასრულებული კავშირები, დასრულებული სამსახურეობრივი საქმე თუნდაც, რომელსაც უკვე წერტილი დაესვა, ანუ ფინიშია ეს ყოველივე და ჩვენ გვჭირდება ახლა ამისგან განთავისუფლდეთ. ნახეთ როგორი რაღაცა არის, თითქოს ხელს უქნევენ ბავშვებს, ხო, იმშვიდობებიან. შეიძლება აქედან ჩანდეს, რომ იმე ესალმებიან, მაგრამ აქ, როდესაც საუბრობთ განთავისუფლებაზე, ეს არის დამშვიდობების კარტი. დაემშვიდობეთ თქვენს დახურულ საკითხებს. რას უნდა დაემშვიდობოთ კონკრეტულად? რასგან გჭირდებათ განთავისუფლება? ჩავღრმავდი იმ ნაწილს, თუ რა საკითხს ეხებოდა ეს კონკრეტულად, რომელ სფეროს. თუმცა მე ვიტყოდი, რომ რადგანაც საჯარო გაშლა დიდი ალბათობით, ამიტომ რომ თითქმის ყველაფერს, იმიტომ რომ აქ არის პიროვნებები, რომელთანაც კავშირები დასრულდა, საკითხები, რომელიც მუდმივად მეორდებოდა ამ პიროვნებები, ან პიროვნების ფსიქოტიპები, რომელიც გიმეორდებოდათ ცხოვრებაში, ეს უფრო ალბათ მამაკაცის ან სამსახურის თემას ეხება. ნახეთ, ავხსნი ორივე ჭრილში. იყო ასეთი რაღაც, რომ თქვენ კონკრეტულ, მოდი პირადი ცხოვრებით დავიწყებ, რადგანაც ეს ბევრისთვის უფრო აქტუალურია ხოლმე. თქვენ ხშირად გიმეორდებოდათ ისეთი სიტუაციები, სადაც პარტნიორით რჩებოდით ყოველთვის იმედგაცრუებული და არადა ამ იმედგაცრუების მიუხედავად თქვენ ყოველთვის გქონდათ იმედი, რომ რაღაც იქნებოდა, რაღაც გამოვიდოდა, რაღაც სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ იყო და ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ვერ იაზრებდით და ვერ აცნობიერებდით ამ პროცესებს, რომ ერთ და იგივე სცენარში ტრიალებთ, ხო? იმედგაცრუების სცენარში, დანაკარგის სცენარში, მიტოვების სცენარში და მოდის ისევ იმედგაცრუება. აი ამ სცენარში თქვენ ტრიალებდით მუდმივად და აი ამ სცენარისგან უნდა მოხდეს თქვენი განთავისუფლება. მეორე ნაწილი, სადაც თქვენ სამსახურეობრივ საკითხს შეიძლება ეხებოდეს ან კარიერას, თქვენ შეიძლება ისეთი სისტემური სამსახურებისგან იღებდით ყოველთვის იმედგაცრუებას, უარს, უარყოფას, გქონდათ ერთ და იგივე პრობლემა, უსამართლობის შეგრძნება. აი ამ სცენარში ტრიალებდით და ესე რომ ვთქვათ, ეს სცენარი მუდმივად მეორდებოდა და ეს თქვენთვის არ იყო გაცნობიერებული, რატომ ხდებოდა ეს ყოველივე, ხო, რატო ერთ და იგივე სცენარები, რომელშიც ტრიალებდით. სწორედ ასეთი სცენარების დამთავრება და განთავისუფლება უნდა მოხდეს თქვენგან. დააკვირდით თქვენი სცენარი რომელია. იგივე პრაქტიკას გაგიზიარებდით ზუსტად რაც პირველ ნაწილში ვისაუბრე, ვინც მეორე ნაწილს ახლა უყურებთ, კარგი იქნება პირველსაც თუ გადახედავთ, ვინაიდან და რადგანაც კონკრეტული პრაქტიკა ავწერე, სადაც თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ, როგორ უნდა განთავისუფლდეთ ასეთი ტიპის პრობლემისგან კონკრეტულად დღევანდელ დღეს. ან თუნდაც იმ დღეს, როდესაც თქვენ ამ ვიდეოს ნახავთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის რაღაცა მხოლოდ ერთი დღის ვიდეო, ნებისმიერ დროს, როდესაც არ უნდა ნახოთ, იქნება აქტიური. თუმცა ეს ენერგიები, რადგანაც ტრიალებს, უფრო ძლიერად გვაქვს ინფორმაცია, ვფიქრობ და უფრო ზუსტად ამ პროცესში. ნახოთ, რამდენად გაქვთ მზაობა იმისა, რომ განთავისუფლდეთ ამ ყოველივესგან. რეალურად შინაგანი მზაობა არსებობს, კი ბატონო, აკვირდება კიდევაც
იაზრებს, რა სცენარის წინაშე ტრიალებს და ელოდება განთავისუფლებას. აი თითქოს აი ამ ემოციას მუდმივად შიგნიდან იხვევთ და იხვევთ, სულ აკვირდებით, სულ გააზრებაში ხართ, რატო ხდება ეს, სულ ფიქრებია, სულ დაკვირვება, რა მოხდა, როგორ მოხდა და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერ მოგვარებაზე გადასული არ ხართ. და ეს გაშლა იყოს თქვენი ბიძგი მოქმედებაზე გადასulis, რომ დაამუშაოთ კონკრეტული საკითხები, იმიტომ რომ აშკარად ეს თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა ამ მომენტში. ნახოთ, რჩევა რა იქნება თქვენთვის მეორე ვარიანტი. თქვენი შინაგანი ძალა უნდა იპოვოთ. ნახეთ, თქვენ თითქოს ელოდებით გარეგან დასტურებს, რომ სადღაც რაღაცა არასწორი ხდება, თუმცა მოდი აღიქვით ეს გარეგანი დასტური როგორც ჩემი გაშლა. მე გიდასტურებთ, რომ ეს პროცესები აბსოლუტურად არის არასწორი თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ იგივდება ესე რომ ვთქვათ, სცენარები ერთ და იგივე პროცესებში ტრიალებთ და ამისგან განთავისუფლება გჭირდებათ. საჭიროა გამოხატოთ ხმამაღლა მზაობა, რომ კი, მე ამისგან მივიღე შესაბამისი გაკვეთილი და მზად ვარ განთავისუფლებისთვის. მე ვაღიარებ ეს რატო ხდება ჩემს ცხოვრებაში და ვუშვებ ამას ჩემივე ცხოვრებიდან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უყუროთ პირველ ვარიანტს, იქ ნახავთ ტექნიკას, როგორ უნდა განთავისუფლდეთ ამისგან და ეს იქნება, ვფიქრობ, თქვენი გასაღები, როგორ დაალაგოთ ეს კონკრეტული საკითხი და წამოვა, რა თქმა უნდა, შინაგანი გაცნობიერებები. აუცილებელია აქ მოხდეს პირდაპირი კომუნიკაციებიც, იმიტომ რომ თქვენი ძალა არის თქვენს ხმაში. თქვენ უნდა ამოიღოთ ხმა იქ, სადაც ამოსაღებია, თქვენ უნდა ისაუბროთ იქ, სადაც უსამართლობას გრძნობთ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიციები ამ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენი ხმა აქ მნიშვნელოვანია და თქვენი ხმა ძალიან ბევრ რამეს გადაწყვიტავს თქვენს ცხოვრებაში. კომუნიკაცია გვაქვს შემოძირფასებო ძალიან ბევრ პრობლემას. თქვენ შემთხვევაში თქვენი გასაღები არის ზუსტად კომუნიკაციაში და ხმის ამაღლებაში. თქვენი ძალა არის თქვენს ხმაში. ილაპარაკეთ ყველაფერზე, რაც მოგწონთ, რაც არ მოგწონთ, რისი შეცვლაც გინდათ და რისი ისე დარჩენაც გინდათ, როგორც თუნდაც გინდათ რომ იყოს ასე. თუ კი ეს, რა თქმა უნდა, თქვენს კეთილდღეობას და კარგად ყოფნას ემსახურება. წარმატებებს ვისურვებთ. მეორე ვარიანტი. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. მე კი შეგახსენებთ, რომ თუ კი გვინდათ რომ წაახალისოთ ჩემი ვიდეოები და უფრო აქტიურად ჩაგიწეროთ გაშლები, პატარ-პატარა პოდკასტები, რომელსაც გიწერთ ხოლმე, თუნდაც მედიტაციები, აღწერაში არის მითითებული, მოდი ესე რომ ვთქვათ, პატარა მადლიერების ფუნქცია, მითითებული ანგარიშის ნომერი, სადაც შეგიძლია მიყიდო ყავა, როგორც იტყვიან. ეს რა თქმა უნდა არის კეთილი ნება, ეს არ არის ვალდებულება. ყველა ჩემი ვიდეო, რომელიც იდება, არის აბსოლუტურად უფასო, ამიტომ არ მინდა აღიქვათ ეს ვალდებულება. უბრალოდ ეს იქნება მადლიერება და ერთგვარი ენერგეტიკული ბალანსი პროცესისა და ერთგვარი ინტერაქციის ჩვენს შორის მოხდება თანაბარი გაცვლა და ორივე მხარე ჩვენში იქნება ძალიან ბედნიერი, ვფიქრობ, როდესაც ორმხრივი ჩართულობა იქნება პროცესში. გამიხარდება თუ კი დააკომენტარებთ ვიდეოზე და მოიწონებთ, ვინაიდან და რადგანაც ალგორითმი მხოლოდ იმ შემთხვევაში გიგდებთ ხოლმე ჩემს ვიდეოებს, თუ კი თქვენი მხრიდანაც არის ერთგვარი ჩართულობა. მე ვხედავ, რომ თქვენ სამ პროცესში ხართ, როდესაც მიკომენტარებთ და აქტიურად მადევნებთ თვალს და მე ამ დროს ვხვდები რა არის თქვენი ინტერესები და რაზე იცურვებთ ხოლმე გაშლებს, რომ ჩამეწერა თქვენთვის. ამიტომ ორმხრივი კომუნიკაცია, ვფიქრობ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია. მე კი დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტს და გადავალ მესამე ვარიანტს.
მესამე ვარიანტი, ვინც ესეთი ამისთვის თუ აირჩიეთ. როცა გჭირდებათ განთავისუფლება, მესამე ვარიანტი. ლოდინი და მუდმივი ლოდინი. ლოდინი, რომელიც არადარ მოდის, დღე, შედეგი, რომელიც არადარ დგება. დალოდება, მუთმინება. რაღაცამ რო ფეხი აიდგას, რაღაცამ რო თავისი შედეგი გამოიღოს. შეიძლება აქ რაღაცებს ელოდებით უაზროთ, ტყუილად ხედავთ, რომ არ მუშაობს, მაგრამ მაინც ელოდებით. ესეთი რაღაცებისგან იქნება განთავისუფლების პოტენციალი, ნახოთ. რისგან გჭირდებათ განთავისუფლება? უფრო კონკრეტულად მესამე ვარიანტი. თქვენ აქ ელოდებით ჩემს ზრფასო აშკარად აი აქ პირდაპირ ვიტყვი რომ ეხება საკითხი პირად ურთიერთობებს. თქვენ ელოდებით კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებას, როდის გადმოდგავს ნაბიჯს და ეს ადამიანი არ ჩქარობს და შეიძლება საერთოდ არც აპირებდეს ამ ნაბიჯის გადმოდგმას. იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს მისი ინტერესები საერთოდ სხვაგან არის, მისი სურვილები სხვაგან არის. თქვენ კიდე მოლოდინის რეჟიმში ხართ. რამდენად აქვს მოლოდინს აზრი? სადამდე მიგიყვანთ ეს ლოდინი? არა მეგობრებო, ნახეთ. ეხლა გიტყვით იმას, რატო არ აქვს ამის ლოდინს აზრი. პირველ რიგში ის, რომ გაფერხებთ თქვენს ცხოვრებაში გზებზე და გიზღუდავთ უნარს იმოძრაოთ თქვენს ცხოვრებაში განვითარდეთ. მეტი ნაბიჯი გადადგათ, მეტად ბევრი რამე შეიმეცნოთ. მეტად ასე რომ ვთქვათ, აყვეთ საკითხებს სხვანაირად, ხო? თქვენი ცხოვრება მოიწყოთ ასე რომ ვთქვათ, ხო? და სადამდე მიყავხართ ამ ლოდინს, სადამდე მიყავხართ და არც არაფრამდე აიწონას პრინციპში, ეს ადამიანი იქნება, რომ თავიდან მოგეჩვენებათ, რომ სტაბილურია, რაღაც სერიოზული სურვილები აქვს თქვენთან მიმართებაში, ხან იგივე პოზიციაში დაგაბრუნებთ, რომ მოდი ისევ დამელოდე, ისევ რაღაცა პრობლემა, მოდი რაღაცა კიდე დრო მომეცი, ხო? რაღაცა საერთოდ არც არის ჩემი ინტერესი, ხო? საინტერესოა. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რამდენად აქვს ლოდინს აზრი ამ შემთხვევაში. ეს ლოდინი გასწავლით, მეგობრებო, იმას, რომ აი ამ ციკლში ტრიალი თქვენთვის ის კი არ არის, რომ თქვენ რასაც ელოდებით სერიოზულ შედეგამდე მიგიყვანთ, არამედ პროცესში ძალიან დაზიანდებით, ხო? ამ მოგდის ცხრიანების კვერთხები. ლოდინი აქ მოგიტანთ მხოლოდ იმას, რომ თქვენ დაიწყებთ მუდმივად თავიდან. ოღონდ ერთ და იგივე ადამიანთან. ერთ და იგივე ადამიანი იქნება, რომელიც ერთ და იგივე პოზიციაში გამყოფებთ, ხო, მაგალითად, როდესაც ის რო არის, რომ თქვენი ურთიერთობა უნდა გადავიდეს სერიოზულ ეტაპზე, ეს ადამიანი გეტყვის, რომ იცი რა, მე არ გიცნობ კარგად, მოდი თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი, ან უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი, როდესაც ადამიანს არ ვიცი. მაგალითად 10 წელია იცნობთ, ან არის აი უფრო ცოტათ რო ავიღოთ 3 წელი. და აი ადამიანი იწყებს თქვენთან მუდმივად ნულიდან. ხო, აი უბრალოდ დროს წელოს მეგობრებო ეს ადამიანი, იმიტომ რომ აშკარად მზად არ არის პასუხისმგებლობებისთვის, ხო? არის თუ არა ეს ძალობა პასუხისმგებლობებისთვის? თქმა უნდა არა, მაგრამ ცდილობს, ვერ ვიტყვი რომ არ ცდილობს, საბოლოოდ მოახერხებს სამყარო. შვიდიანების კვერთხები ვერ ამეგობრებო ვერ შეძლებს. თქვენ კი გექნებათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი უკვე ჩამოყალიბებულია და არ ვიცი, დღე-დღეზე შეიძლება ბეჭედს ელოდებოდეთ ვიღაცა, მაგრამ ხო ის აუცილებლად ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ამას არ აპირებს. რატო არ აპირებს?
კვერთხების დედოფალი, მაგი, ოკეი. ძალა. მეგობრებო, რა ხდება აქ? ვინ მყავს კვერთხების დედოფალი? კარგი, ცოტა ხანი ესე დავდოთ, არის თუ არა ეს სასიყვარულო სამკუთხედი. სამწუხაროდ აქ სასიყვარულო სამკუთხედთან გვაქვს საქმე, მეგობრებო. თქვენი პიროვნება არ არის დაინტერესებული მხოლოდ თქვენით. მის ცხოვრებაში ასევე არის სხვა ქალი, რომელსაც ასევე არ უყურებს სერიოზულად. ან შეიძლება იყოს თუნდაც მის წარსული ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა ჯერ კიდევ ვიტყოდი, რომ ვერ მოინელა. შეიძლება მათ შორის ამ ეტაპზე არ არსებობდეს კონკრეტული ურთიერთობა, მაგრამ მის გონებაში ეს ურთიერთობა ისევ მიმდინარეობს. მეორე შემთხვევაში გეტყვით ასეთ რაღაცას, რომ მის ცხოვრებაში არის სხვა ქალბატონი, რომელთაც ასევე დაინტერესებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ არასერიოზულობაა ძალიან დიდი. ამ ფორმით თუ შევაფასებთ, თქვენთან მიმართებაში ბევრად უფრო სერიოზულია ვიდრე მასთან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არ აკეთებს იმას, რასაც ისე რომ ვთქვათ, უნდა აკეთებდეს, ხო? რა ვიცი, თქვენთვის თუ ეს მისაღებია, ოკეი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს. მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი მაყურებლები ასეთები არიან. აქედან გამომდინარე, ჩემო ძირფასებო, როგორც არ უნდა მიზეზებს გეუბნებოდეთ თქვენი პარტნიორი. ამიტომ და ამიტომ არ ვდგავ ნავიჯს. იცოდეთ, რომ რეალური მიზეზი სწორედ ეს არის. კარგი. ნახოთ, რჩევა რა იქნება თქვენთვის. შიშები, გორგონა. მეგობრებო. რჩევა მდგომარეობს შემდეგში. ზოგადად, მოდი გორგონას არქეტიპით დავიწყებ. თქვენი შინაგანი ბუნება ხო ხედავთ როგორია? როგორი ნათელი ენერგია გაქვთ, როგორი სუფთა ენერგია გაქვთ და როგორ მდგომარეობაში გაგდებთ ეს ადამიანი, ხო? შედარება მინდა გააკეთოთ უბრალოდ. რჩევა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენი სილამაზე არ არის მეგობრებო სამუდამო. თქვენი ცხოვრებაც არ არის სამუდამო, რატომ უნდა გაფლანგოთ თქვენი ცხოვრება ისეთი ადამიანის ლოდინში და იმედებში, რომელიც რეალურად არ გაფასებთ, ხო, ისე როგორც უნდა გაფასებდეთ. რატომ უნდა აძლევდეთ ვიღაცას იმის უფლებას? დროზე ადრე დაგაბეროთ, როგორც სიტყვიან, ხო? ამდენი შიშებით, ამდენი მოლოდინით, ამდენი ტკივილით, უარით, ხო? ეს მოქმედებს ყველაფერი ქალზე. ქალის ჯანმრთელობაზე, ფსიქიკაზე. თქვენი თავი შეიყვარეთ, მეგობრებო, პირველ რიგში ამას გირჩევთ და ნუ მოექცევით ასე საკუთარ თავს. ნუ მოექცევით ასე საკუთარ თავს, ძალიან საინტერესო დამთხოვა, მეც გორგონა მახატია სწორედ ეხლა ხელზე. კონკრეტულ ადამიანებს ნუ მისცემთ იმის უფლებას, რომ თქვენში მოსპოს ქალი. თუ მამაკაცები მიყუროთ, პიროვნება, მე ესე ვიტყოდ. თქვენში ნუ მოსპობთ თქვენს პიროვნებას, ხო? თქვენს რეალურ მეს ვინც ხართ. თქვენს რეალურ პოტენციალს. ნუ ჩაახშოვთ თქვენს ტკივილს. გამოტანა სჭირდება ამ ყველაფერს, განკურნება, გამონთავისუფლება, იმიტომ რომ თქვენში ძალიან დიდი პროტესტია, მე ესე ვიტყვი, დაგროვილი, ბრაზი, შიში, აგრესია, ხო? ეს ყველაფერი არის თქვენში. რჩევა მდგომარეობს იმაში, რომ
სულ თავდაცვაში კი ნუ იქნებით, არამედ იმ ადამიანისგან განთავისუფლდით და იმ ტკივილისგან განთავისუფლდით, რომელიც ამ ილუზორული ლუდინის შედეგად მიიღეთ. რომ შედეგი დადგებოდა. წარმატებებს გისურვებთ. მესამე ვარიანტი. გისურვებთ, რომ განთავისუფლდეთ აი ამ პროცესებისგან, რაც მე ახლა მაქვს, ცოტა არეულობა მოვაწყე ჩემს მაგიდაზე, მაგრამ ეხლა საკითხს ასე ჭირდებოდა. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის მოწონება, გამოწერა. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის გელით Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში, რომელიც მითითებული მაქვს აღწერაში, თავისუფლად შეგიძლიათ რომ ნახოთ. ასევე, თუ კიდათ რომ ჩემი ვიდეოები ნახოთ ყველაზე ადრე, ჩაუგდეთ ზარისხი ლайკი და მაშინ, როდესაც ვიდეო აიტვირთება, რა თქმა უნდა, მიიღებთ შეტყობინებას თქვენს YouTube არხზე, რომ ვიდეო აიტვირთა და შეგიძლიათ უყუროთ. მადლიერების ნიშნად გამიხარდება თუ კი პატარა ყავის თანხას ჩამირიცხავთ, ანგარიშის ნომერი მითითებულია ჩემს აღწერაში, რა თქმა უნდა, ეს არ არის ვალდებულება, ყოველი გაშლა არის უფასო. თქვენი კეთილინებით თუ იქნება ეს სურვილი, რა თქმა უნდა, შინაგანი მოცემულობით, მადლიერების ნიშნად გამიხარდება თუ კი ჩემს არხს წაახალისებთ და მე წამახალისებთ, რომ კიდევ უფრო მეტი мотивაციით ჩაგიწეროთ ვიდეოები და სხვადასხვა ტიპის საჯარო გაშლები, ხო? დამიკომენტარეთ იმისათვის, რომ უფრო აქტიური იყოს გვერდი და მოხდეს ჩვენ შორის ინტერაქცია და მეც ვიცოდე თქვენი აზრები, თქვენი შთაბეჭდილებები, როგორ მოგწონთ თქვენ ჩემი ვიდეოები, თუ არის რამე მაგალითად რა ფორმატსაც შეცვლიდით აქ და როგორ ისურვებდით რომ იყოს, ან თემატიკა, რაზეც გინდათ რომ ვიდეო ჩავწერო, ან თუნდაც საჯარო გაშლა. მე კი დაგემშვიდობებით, პირადი ინდივიდუალურ კონსულტაციებზე კიდევ ერთხელ გეტყვით, მომართეთ აღწერაში მითითებულ აკაუნტებზე. იგი დღეისთვის დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.